კახეთში ვართ, ლაგოდეხში, სოფელი პატარა გორი. რომელ ეზოშიც არ უნდა შეიხედო, ყველგან ნაშრომია. გადარეული ვარ. და გახარებული. შეიხედე რა ნაშრომია ხალხს, რა მარწყვია, რა მოსავალია. გადარეული ვარ. ნახე როგორი ნამუშევარი აქვს ხალხს. გაუკეთებიათ აწეული კვლეები და რა ნამოსავალია, როგორ მოვლილი, როგორ მოწესრიგებული. გადარეული ვარ. გოგოლაძეების ოჯახში ვარ, შევხვდეთ ახლა პატრონს მივესალმოთ ბაღის ბოლოშია და ემზარი გოგოლაძე. აქ საიდან მოხვედი? ეგ დიდი პაპის. ვინ მოვიდა თქვენი აქ? დიდი პაპაჩემის პაპა. დედა რა ნაშრომია, გადავირიე. აი ახედან შეხედეთ. დედა რა ნაშრომია. აი. ამას ეთყობა რომ კაი მოვლილია. აქა ვარ მე. მას არაფერს არ აკეთებ. არაფერს აბსოლუტურად. ხორბალი მითესია გექტარ ნახევარი და ესა. ეს ახლა მაღალ ყულებზე რომ გაქვთ დარგული, ამას არც გათოხნა დაჭირდება, არც არა. არაფერი აი ბალახის ამას ვასხავ აი. ხო, შუაში. ხო. მორჩა ეს არის. საკარგი, აი ვერ წყვეთ თვალს, მინდა სულ უყურო. ეს რომ მოისხავს რა დასანახი იქნება. აი ეს რო გაწითლება, აი წარმოიდგინეთ, აი იქიდან აქამდე ავსებს ერთ ვედრას კან. აი აქ. ვედრა 3 კილოიანი ესეთი ვედრა. ხო. აი ხავსებენ ერთ ვედრას. ეხლა ყინო როდის მოვა რა, მე ხო არ ვიცი ეხლა. აი სალამ მაგარი ყინოები არ მოვა, სულ იკრიფება, სულ. შარშან როდის მოკრიფეთო რა თქვი? შარშანში მოვკრიფეთ 14 იანვარს ბოლო. 14 იანვარს. ხო, ბოლო. ახე როგორ ასხია, გადარეული ვარ. რაცი, აქ ეთყობა მზე უდგება კარგად და მზის ხარიდან უფრო ისაა. უფრო ისხავს. კი. იმ ძველებურ მალინამარს აღარდა. რატო? მალე ის არის. სათუთია. ეხლა აქედან თბილისში რო ჩაიტან ხო თვალი უნდა კონდეს. აღარა. ხო, არა თვალი. სამაგიერო? ამას ის ჩაულებია. ეს შეიძლება ერთი კვირა გააჭირდა გრებული არაფერი. სანამ ჩაიტავს ციფი. გასამბო. ხო. თვითონ აი ნახევრად მოსული რა, ნახევრად მწიფე, თბილისამდე მწიფდება. ფუჩეში დაგიბამთ არა? კი, ფუჩეში. შეგნებულად რა. ხო, აბა რა. შეუგნებლად ეგეთი რამე როგორ გამოვა? ხო, ყურძენი. არავის არ აქვს აქ და რატო დარგევ? იმიტომ დავრგევ რომ ჩემი მქონდეს ღვინოც, ისაც, ესაც. სწორად. ხო. რკაცითელია, ხო? კი, რკაცითელია. 200 ძირია. ტონას კრეფა. 900 კილოს ტონას კრეფა. კარგად გაქვთ მოვლილი, კარგად. ახალგაზრდა, ხო? კი, 5 წლის არის, მე 6-ია. ნუ ახლა წამოვიდე ესენი რა. აია, უკვე გამოსულია და კარგად ახლა წამლობა უნდა უკვე რა წამლობა. უნდა უკვე? კი. რა კარგად გაქვთ გასხლული? ერთხელ შევწამლე უკვე იმით, შხამით შევწამლე აქ ძირები, აი ეს დავადება უკვე, აი ეს. აი ნახეთ, აი. რა არის ეგა? ნუ ახლა რა არის არ ვიცი, ნუ დავადება რა რაღაცა. აი ხავსივით არის, ნახე. უი. ეს შევწამლე რა ძირები შევწამლე და გაუვარა. რა კარგად გაქვთ მოვლილი? აი ნახეთ რამდენი ყუთებია. შეხედე. ხო. ეს არის 5 ტონის. კარგია. კაია, ნაშრომ ეზოს რომ ნახავ, გული გევსება სიხარი. ნახე ლაგოდეხში როგორ ყოჩაღობენ. შეხედე. როგორი კურდღლები ყავთ, ნახე და რა საინტერესოდ გაკეთებულია. მიწა ქვეშ დაყრილი. და იმ მიწაზე ცხოვრობენ და სოროებს იკეთებენ და მრავლდებიან. გეგონებო მულტფილმიაო, შეხედე როგორები არიან. რამდენი ყველა ხვრელი და რაღაცა მოძვრება. როგორ გაუმრავლებიან. რა კარგები არიან, ერთი შეხედე ამათ. მაგრამ ვერ მოკვიდა ყურზე ხელი, ვერც ვერ ამოვიყვანე. მოდი. რა კაი მოფიქრება ნახე, ბუნებრივად არიან. ხვრელებს აკეთებენ თურმე ამ მიწაში და იმაში მრავლდებიან, სოროებს, სახლები აქვთ, ხო? სახლები აქვს ქვეშ. ქვეშ აქვს სახლები. შეხედე რა ფერქებს ეგრე შეხედე, თხრის. შეხედე, შეუხერია. ასეთ პირობებში არ შეიძლება მაგის გამო აი გალიებში დაერჩი რა. ხო. კარგად მრავლდებიან. ხო, მრავლდებიან და არიან გადასწარებად.
მიწასაც უნდა შეეხო და ყველა. ნახე სავსეა ეზო ქათმებით. რა კაი დედლები არიან. დათუხტუხებული. იცი მტრედებზე რა მომიყვა? ერთია, თურმე მოკრუხებული. შეხედე რა ლამაზები არიან. აქ ტრედები არიან 5 ცალიაო და მონაცვლეობით ზიან კვერცხზეო. ეგეთი რამე არ გამიგია. რა საყვარლები არიან ერთ შეხედე.